დილამშვიდობის ქალაქურის ბარ ლაუნჯი მუსიკოს ქეთათო ჩარკვიანს მასპინძლობს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რადგან მინდოდა მეთქვა რომ მომღერალი. ხო, მომღერალს და მუსიკოს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. იმიტომ რომ მომღერალს აქვს პრეტენზია საშემსრულებლო, ასე ვთქვათ, იმაზე ხარისხზე. მუსიკოს, როდესაც შენ ქმნივ თქვათ გარკვეულ თემებს, იქ შენ ხარ ყველაფრის ბატონ პატრონი და როგორც გინდა, ისე ასრულებ და ვირტუოზობას და ტრიუკაჩობას არავინ გთხოვს. რამდენად ხშირად ქმნი მუსიკას ბოლო პერიოდში? იცი რა, მუსიკა ყოველთვის იქნება, რაღაც გარკვეული ბექგრაუნდი უნდა არსებობდეს როგორია, ვთქვათ, რაღაც თემა, ანუ რაღაც ტრეკზე, მუსიკალურ ტრეკზე სადაც შეიძლება იყოს ბასი, დრამი, თქვათ, კლავიში, შეიძლება მილიონაირი თემა დავადო. ანუ ეს ხდება ძალიან სპონტანურად. შეიძლება ქუჩაში ფეხით ვსეირნობდე, რასაც ხშირად ვაკეთებ, დილაობით მიყვარს ფეხით ჩქარი ნაბიჯით სიარული და თემები სულ მოდის. პატარა გოგონა, რომელიც საბალეტო სტუდიიდან რატომღაც აღმოჩნდა რატომღაც ეს არის საინტერესო ზუსტად. რატომღაც აღმოჩნდა ქართულ ანდერგრაუნდში. ეს არის 90-იანი წლები, 80-იანების ბოლო 90-იანების დასაწყისი, როდესაც მიუხედავად მძიმე პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ფონისა, სიბრნელისა, ომისა, სროლისა და ასე შემდეგ, დუღდა და გადმოდუღდა, იმიტომ რომ მე მგონი დღეს არ ხდება. დღეს თანამედროვე მუსიკაში იმდენი სიახლე, რაც მაშინ ხდებოდა. როგორ აღმოჩნდი ანდერგრაუნდში? როგორ მოხდა, რომ მე ოპერის თეატრში მუშაობდი ბალერინად. მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს იმის, არანაირი მიზანი არ მაქვს, არა მაქვს სასურველი როლი, ვთქვათ, სასურველი პარტია. იმიტომ რომ მთელი ჩემი ინტერესები დაკავშირებულია მაინც ირაკლისთან, იმიტომ რომ როდესაც რეპეტიციაზე მივდიოდი, ამ დროს ირაკლის ჰქონდა ხოლმე სახლში რეპეტიციები და სულ გული მიმიწევდა ისევ იქ, სადაც მე ვცხოვრობდი და მე საკუთარ თავთან აღმოჩნდი აბსოლუტურად მართალი, იმიტომ რომ თავარი სცენა იყოს ჩემთან სახლში, ფიქრის გორაზე, სადაც დაიბადა რეაქტიული კლუბი, სადაც ძალიან ძაფრი ესეთი ძლიერი ენერგოველი იყო, არტისტული, ძალიან ესეთი ნათელი და მე რაღაც ეთყობა წერები რო არიან, ხო იცი სინათლისკენ რომ მიისწრაფიან, აი ეთყობა ეგეთი რაღაც პატარა პეპელა აღმოჩნდი, რომელსაც მინდოდა სულ ამ სინათლესთან ახლოს ყოფნა. მარტო ის აღარ მაგმაყოფილებდა, რომ მე ამ ადამიანთან ცხოვრობდი. შენ რეალიზება მოახდინე ირაკლი ჩარკვიანის რევოლუციაში, რომელიც მან არა მარტო თავის ნაცნობებს და ახლობლებს, არამედ მთელს ქვეყანას მოუწყო. ირაკლიმ თავისი ცხოვრებით, თავისი შემოქმედებით რევოლუცია მოახდინა, მაგრამ რევოლუცია რატომღაც მაინც რაღაც ცოტა ნეგატიურთან არის ხოლმე დაკავშირებული. სულაც არა ხელოვნებაში რევოლუცია, მე მგონი ყველაზე სასარგებლო. ჩემთვის ხელოვნება პირველ ყოვლის არის რა ფიდბექი მოაქვს ამ ხელოვნებას, რამდენად დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს. სხვა შემთხვევაში ხელოვნება არ არის ხელოვნება. ნუ ფაქტია რომ გავლენა მოახდინა შენზე. გავლენა ჩემზე მოახდინა და ძალიან ბევრ ადამიანზე ალბათ კიდე დღემდე ახდენს. არ ვიცი რამდენად აქვს ხალხს ეს ყველაფერი გაცნობიერებული და მე მივხვდი რომ ამის იქით თავზე ზემოთ ძალა არ არის უბრალოდ და თავიდან ბოლომდე ვიყავი უკვე აი ამ სამყაროში და არანაირი სხვა რაღაც ენერგოვიბრაციები მე არ მჭირდებოდა. მაბინძურებდა. ვიყავი ჩემს სამოთხეში. მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი, არ ველოდები არაფერს. მსახური ცათა, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს. რომ არა ირაკლი ჩარკვიანი. როგორი იქნებოდა ქეთათოს ცხოვრება? ალბათ ერთფეროვანი, მოსაწყენი პუანტებით. არ ვიცი. რომ არა ირაკლი საერთოდ ბექა ელბაქიძე როგორიც არის ახლა და მიზის წინეგიცე არ იქნებოდა, ქეთათო სხვანაირი იქნებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი სულ სხვანაირი იქნებოდა და სულ სხვანაირად წარიმართებოდა რაღაც მოვლენები. ესეთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბექა და ქეთათოა თუნდაც. რა თქმა უნდა. ამიტომ მე ვერ წარმომიდგენი. ირაკლი ჩარკვიანი არსებობდა. ის არის გაგარინელი, დაიბადა 61 წელს. და მან მოახერხა რომ გაფრენილიყო, გაფრინდა და ძალიან ბევრ ადამიანს მისცა იმის შანსი რომ ფრენა მასაც შეუძლია და კონდეს ამის იმედი. ადამიანებს სანამ ცოცხლები ვართ, ძალიან პატარა ხანი ვართ აი აქ, აი ამ რეალობაში და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ
ფრენა შეუძლოთ. პრეტენზია გქონდეს კი არა, ეს ჩვენ ხელ გვეწიფება, უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ქეთა თუ რამდენჯერმე მესამე პირში ვამბობ ამას, იმიტომ რომ წარსულში იყო სულ რაღაც ცოტა ხნის წინ. მიიღო რამდენიმე პოპულარულ სატელევიზიო გადაცემაში, კონცერტში მონაწილეობა. თუმცა ეს იყო რამდენიმე შემთხვევა. აი, რატომ წახვედი ამაზე? მე არ ყოველთვის რასაც ვაკეთებ, აბსოლუტურად გააზრებული მაქვს. მე ერთხელ ჩემ თავს იმის უფლება მივეცი, რომ აფრები მემღერა. არ არის ლაპარაკი იმაზე, კარგი იყო, ცუდი იყო, ორიგინალში ნამდვილად ჯობია ეს სიმღერა. მაგრამ ეს იყო ჩემი მხრიდან აქცია. და პოპულარულ პროექტებში მე ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ მე საკუთარი სახე დავკარგო ამ პოპულარულ პროექტებში. მე საკუთარ სახეს არ დავკარგავ. უბრალოდ ეს ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს არის, რომ ამ პოპულარულ პროექტებში შეინარჩუნო ის, რაზეც დგახ. რაც უფრო მეტი კარგი ესეთი პოპ პროექტი იქნება, მე ვიქნები ამ პროექტებში. უბრალოდ უნდა ვიცოდე, გააზრებული მქონდეს. ყველა პროექტში მიიღებ მონაწილეობა? ყველაში რა, ვიცი რა, საკუთარი თავის შიში არა მაქვს. მე ყველა კონტექსტში ჩემ თავს აღვქვავ ჩემ თავად. ანუ შენ ცხოვრებაში გრძელდება ექსპერიმენტები ისე. ანუ რაღაც ეს პროექტი სხვა შემთხვევაში რა აზრია საერთოდ ცხოვრებას, ახლა ის რა ქვია, რაღაც 1-2 სიმღერა არის, რაც პირადად მე მომწონს, ჩემს მიერ ნამღერი, ჩემი დაწერილი. მაგრამ ამას გარდა, თქვათ რაღაც აზარად სპეციალურად რესტორნულად ვიმღერე, სხვათა შორის არ გამივრცელებია ისე ზოგადად კლიპი და არაფერი არ არსებობს, ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი პოპულარული სიმღერაა. ანუ მე ჩემი დიაპაზონი ვიცი. წარმატებებს გისურვებ და ეს დიდი სინათლე, რომელზეც შენ საუბრობდი, რომელიც დატოვა ირაკლიმ შენს ახალ მუსიკაში. დიდი სინათლე მარტო ჩემთვის არ დაუტოვებია ირაკლი. ხო, ჩვენ ყველას ჩვენი წილი სინათლე გვაქვს ირაკლისი და უბრალოდ მე ცოტა მეტი მერკო. ეს შენ გითხარ. კი ბატონო, ბედნიერი ხარ შენ ამით, რომ მე უფრო მეტი გერგო. ქეთა თუ ჩარკვიანი გახდათ ჩვენი სტუმარი, შეხვედრები ქალაქურში აქ დასრულდა, მომავალ შეხვედრამდე. გადმოცურავს ყვას ნუ დაუჯერებს ყვას რომ მე არ მე შენთან მოვალ ბრუნდები მე შენთან მოვალ ბრუნდები Deine Liebe ist mein Schwimmen.